რაღაცა გაგუძრა. გზაზე ნაწილებს მოეცემ მაგარი პრიკოლია რა. მაგ-კამერის გამოვანთებს მე რო ყველაფერს. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ უყურებთ ისევ Just Drivers და ამჯერად ვიღებთ აი ამ 2019 წლიან Honda Civic Sports. ეს არის მე-10 თაობა Honda Civic-ების და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუზაოა. მოკლედ, ესეთი ლამაზი წვეტიანი ცხვირი გვაქვს, აგრესიული, 18-იანი დისკები გვიყენია აი ამ მანქანაზე, რომელიც ასევე სპორტს შეეფერება აი ამ სახელწოდებას. ეს მანქანა 4-კარიანი, რადგანაც არის არგონოთ, რომ სედანი არის, ეს გადის ჰეჩბექების ვარიანტში და უკანა მხარეა ესე გამოიყურება. ჩემთვის პირადად წინა მხარე ბევრად უფრო ლამაზია ახლა მანქანის, ვიდრე უკანა, თუმცა უკანა მხარესაც სულს ვერ ვიტყვი, დიზაინში ყველაფერი ჯდება. აი ეს ორი გამშვები მაყუჩი გვაქვს აი აქ, რადგანაც სპორტ ვარიანტი არის ეს მანქანა, რაც შეეხება უკვე ტაიპერს, ალბათ გეცნობათ, რომ მათ უკვე აქვთ 3 გამშვები მაყუჩი. მოკლედ, აქ გვაწერია სპორტი, ტურინგი, რაც ნიშნავს, რომ ეს მანქანა არის უმაღლესი კომპლექტაცია, რა თქმა უნდა, ტაიპერამდე. მოკლედ, ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. რა თქმა უნდა, ვრცელი საბარგული გვაქვს და მე მომეწონა ეს ჩაშენებული პატარა ფარდა, რომელიც ასე რომ ვთქვათ, მალავს თქვენს ინვენტარს საბარგულში. ეხა ვინმე თუ შეეცდება რომ დაინახოს რა ხდება შიგნით და მე მოპარვა მოუნდეს, ამას ვერ შეძლებს. მოკლედ, ვიზუალურად აი ესე გამოიყურება ეს მანქანა. ჩემთვის პირადად საკმაოდ ლამაზი და კარგი ფორმები აქვს. სპოილერი ეს არ გეგონოთ რამე დამატებული, ქარხნულად მოყვება SS და აი ეს ნაწილიც, ეს დაახლოებით რაღაცა პრიუსის სტილში არის, მე რო დავჯდებით შიგნით კიდე გაჩვენებთ სარკეში როგორ ჩანს. აქ იმიტომ მოვედი ახლა ამ მხარეზე, რომ მეჩვენებინა აქ პატარა კამერა, რომელიც როდესაც ჩავრთავთ მოხმარების მაჩვენებელს, ირთვება და ასე რომ ვთქვათ, ბრმა კუთხე უკვე აღარა გვაქვს, ამას უკვე მოძრაობაში რა თქმა უნდა უფრო უკეთესად გაჩვენებთ, მაგრამ ვიზუალურად მოკლედ სულ ეს იყო. მოდი ახლა სანამ სალონში დავჯდებით, მინდა რომ კაპოტი ავხადო, შიგნით ჩავიხედოთ, ძრავზე 1-2 სიტყვა გითხრათ. სხვადასხვა აქ სენსორი აქვს, ხელს როგორც კი მიადებთ, თვითონ იღება კარები. ეს განსაკუთრებული ფუნქცია არ არის, თუმცა მაინც კარგია, რომ მანქანას აქვს. ეს ფარები ძალიან ლამაზია. მოკლედ, ეს არის ჩვენი 1.5 ტურბო ძრავი, რომელსაც აქვს 180 ცხენისცალა. ოპა, ეს ცხელი არის, საკმაოდ რკინა და ფრთხილად იყავით ამასთან. თუმცა მე არ გამიკვირდა ეს სიმხურვალე ახლა, იმიტომ რომ მანამდეც მქონდა ახდილი ძრავი და ვფიქრობდი, რომ ტურბოს აი აქ დაყენება არც ისე, ასე რომ ვთქვათ, გრილი ვარიანტი არის ძრავისთვის რა. მოკლედ, შემშვები ჰაერის გვაქვს აი აქ, რომელიც მე უკვე ტურბინას უერთდება და მე ინტელექტუალურად უკვე დატრიალდება და აი აქ უკვე ანუ აქედან შედის ჰაერი, აქედან გამოდის. ამ ძრავს აქვს ჩაშენებული, ასე რომ ვთქვათ, გამშვები კოლექტორი. თვითონ ძრავში არის შიგნით, როგორც აი ჩემ Volkswagen-ში მაგალითად. მოკლედ, ეს ერთი სიტყვით კარგია იმ ხრივ, რომ ნაკლები მანძილი აქვს გასავლელი აი ამ დამწვარ ჰაერის მასას და უფრო მარტივად და სწრაფად გადის. ამიტომ ძრავი ხდება უფრო ცოცხალი, ამას მოძრაობაში უკვე ვნახავთ, რომ საკმაოდ ცოცხალი სატარებელია მართლა, თუმცა აი ეს სიმხურვალე გროვდება მთლიანად აი ამ ნაწილში, ახლა აქ უკვე როგორც კი მიდან ხელს ციტბოა, ამას რო დაადებ ვერ გააჩერებ. აქაც აწერია სხვათა შორის, რომ grab foam, დაჟე. ამაზე გვეუბნებოდა, რომ აქ რო რბილი რაღაცები აქვს, ამას მოკიდე ხელიო. ხო, ეს ალბათ რო არ უჩივლონ, მაგით აქვს აქ დაკრული სპეციალურად. რომ ამაზე შეიძლება მართლა ხელი მიგეწვას. მოკლედ, ხო, სხვა არაფერი ახლა განსაკუთრებული, ეს არ არის ვიტეკი, ეგეც უნდა ვთქვათ. ნაღდი ვიტეკი, რასაც გულისხმობთ, ალბათ მიხვდებოდით, რომ აი არ გვაქვს ჩვენს რასპრედვალზე ცალკე დიდი უფრო ნაწიბურები, რომელიც უფრო დიდზე და დიდი ხნით გააღებდა უკვე ჩვენ შემშვებ ან გამშვებ კლაპნებს, ასეთ რაღაც არ გვაქვს, ჩვეულებრივი, ასე რომ ვთქვათ, ვანუსიანი ძრავია და აი მაგის მეშვეობით ახდენს უკვე ფაზების ცვლილებას რა. მოკლედ, მოდი დავახუროთ, ახლა ხელი ისევ არ დავიწვა. დავახუროთ ჩვენი კაპოტი, რა ხმა. ხო და მოდი სალონში ჩავჯდეთ უკვე, მაგრამ სანამ წინ დავჯდე, მოდი უცებ უკან მინდა რომ დავჯდე, რომ ბარემ პრაქტიკულობის ტესტიც ჩავატაროთ, იმიტომ რომ ეს ასე თუ ისე მაინც საოჯახო მანქანის კატეგორიაში გადის. და აი ახლა შევნიშნე ამ წამს კაგრას, რომ აქ გვაქვს სავარძლების გათბობა. ანუ რო იყოს აკორდი არ გამიკვირდებოდა, მაგრამ Civic-ია და რატომღაც გამიკვირდა ეხლა სიმართლე რო გითხრათ. თუმცა
აქ პლასმასი მაინც გვაქვს, წინ ეს ყველაფერი რბილია, მაგას მე წინ გეტყვით. სხვა მხრივ ახლა კომფორტულად ვზივარ. სკამი მაგ ჩემ ზომაზე მორგებული. საკმაოდ ასე რომ ვთქვათ, ფართედ მიყვარს ხოლმე ჯდომა და მუხლები არ მედება. თავით ზემით არ მედება, იმიტომ რომ აქ არის სპეციალურად ჩაზნეხილი და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია. და უკნიდანაც არც მზე არ გვანათებს. მაგალითად ეხლა რო ავიღოთ Hyundai Veloster, სიტყვაზე რო ავიღოთ, ნუ რა შესაძლებელია ხა მასთან, მაგრამ მაინც იქ შუშა მოდის, აი აქამდე რო ზიხარ, მზე პირდაპირ განათებს და სიცხეში ასე რომ ვთქვათ, არაფერი არ გშველის, რა ფარდას თუ გაჭიმავ, თორე სხვა მოკლედ არაფერი. მოდი ეხლა გადავჯდეთ წინ და უკვე დავიძრათ და მოძრაობაში ნახოთ როგორია ყავდეს Civic-ი და როგორი აჩქარება აქვს თან ამ მანქანას 0-დან 100-მდე, ესეც გავზომოთ. დაკ, კარგი. მოკლედ, Civic-ის სტანდარტული სალონი შეიძლება ასე უწოდოთ. მოდი ხვედი გავიკეთოთ, თორე არ ჩუნდება მე მგონი. ხო. სტანდარტულში გულისხმობ იმას, რომ ყოველთვის Honda რაღაცა ამ Civic-ებში ცდილობდა, რომ რაღაცა განსაკუთრებული ყოფილიყო რა. და ამაშიც ასე რომ ვთქვათ, სტანდარტული ის არა გვაქვს რა, სპიდომეტრის დამაჩვენებლები, შუაში გვაქვს აი ეს დიდი ერთი მაჩვენებელი, სიჩქარე და ტახომეტრი გვაქვს. აქეთ უკვე არის წყალი, აქეთ უკვე არის საწვავი. სულ მეტი არაფერი. მარტივად, მინიმალისტურად და ლამაზად. თავიდან რო დავჯექი ამ მანქანაში, რატომღაც მეგონა რომ მაღლა ვიჯექი, მე სკამი მოვირგე ჩემ ზომაზე. ეხლა ვზივარ საკმაოდ კარგად, კარგი ხილვადობა მაქვს, ირგვლივ ყველაფერი ახლოში არის, ხელით წვდები ყველაფერს, რაზეც არ უნდა გინოდეს შეხება. მონიტორი საკმაოდ ფერადი, ლამაზი, ტელეფონს ერთება არ გვინდა. ცოტა ასე რომ ვთქვა, თავიდან მქონდა იმ შეგრძნება, რომ აი ნელია თქო, მაგრამ არ არის ნელი რა რეალურად. უბრალოდ ცოტა ხანს ფიქრობს ხოლმე რაღაცეებზე. აი მაგალითად ეხლა ხო დავაკვირდით. აი ეს წამიერი გაახსნის მომენტები აქვს. სხვა მხრივ არაფერი, მოდი ბარე, ამას გაჩვენებთ. აი ეხლა ჩავრთე მე მოხევის მაჩვენებელი და აი გვერდითა სარკე უკვე იღებს იქეთა ასე ვთქვათ, blind spots გვაჩვენებს რა. მოდი დავიძრათ. გადაცემათა კოლოფი გვაქვს ვარიატორია მანქანაში, ეკონომიურობისთვის და ასევე იმისთვის, რომ ცოტა უფრო ხარტი იყოს. მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენ მოძრაობაში ვნახავთ მერე უფრო უკეთეს გზაზე. მოდი ახლა აქ უნდა მოვატრიალოთ პირველ რიგში და გადავინახოთ უკვე ბენზინი მივიღოთ. გავზომოთ მერე 0-100 მოსახვეებში ვიმოძრავოთ როგორ შედის, როგორ სტაბილურად დგას და ასე შემდგომ. აი ეხა მინდა რომ გზაზე გავიხედო, აი კი ჩანს, მაგრამ აი იქეთ ამ მხარეს ვერ ვიხედები. ეს მხარე ძალიან დიდი blind spot-ია, მოდი კამერა თუ რამეში მიშველის. ხო, აი კამერა მე ხა მიშველა. ნახე, ეს სპეციალურად ეხლა მივხვდი რატო აქვს დაყენებული. აი იქეთ მეორე გზა გამოდის, იმას მთლიანად მიფარავს აი ეს ადგილი და ეხა კამერა რო ჩავრთე, აი მოხევის მაჩვენებლის დროს, ამან უკვე დამანახა რა. ანუ ასე რომ ვთქვათ, აანაზღაურებინეს blind spots. აი თვითონ მანქანის ვიზუალი კი არა და მანქანის ძარის შეცდომა, ასე რომ ვთქვათ, გამოასწორებინეს აი ერთ პატარა კამერას რა. მოკლედ, მოდი ახლა საწვავი ჩავასხათ, როგორც თქვით და მერე გავაგზავნოთ მოძრაობა. მოსახვევში საკმაოდ კარგად დგას Civic-ი. ამითი არის ცნობილი სხვათა შორის, რომ კარგად მოყვება რა, აი როგორი Alfa Romeo რო სხარტი იყო, დაახლოებით ეგეთი სისხარტი აქვს ამ მანქანასაც. თან ამ მეათე თაობებში უკანა დაკიდების სისტემა შეცვალეს, ბევრად უფრო, ასე რომ ვთქვათ, კომპლექსური არის, თუ შეიძლება ასე უწოდოთ, მაგრამ ეს ყველაფერი გვეხმარება მერე აი მოძრაობაში, მოსახვევში შესვლის დროს საბურავი ოდნავ შიგნით წვება, გააჩნია რომელ მხარეს უხვევ და ასე რომ ვთქვათ, როგორც თითქოს და 4-ვე საბურავი უხვევს და ახლოვით მაგის იმიტაცია კეთება მინიმალური რაოდენობით, თუმცა მაინც გეხმარება ეს შეგრძნება ყოველ შემთხვევაში აქვს და მანქანა მოყვება ყველანაირად. თან Honda-ს აქვს თავისი სისტემა,
მოსახვევში შესვლის დროს, აი თუ მაგალითად უხვევ ახლა მარჯვნივ, საბურავს ოდნავ თვითონვე ტორმუს წაუჭერს, რომ ასე ვთქვათ მოტრიალების ეფექტი გაგიკეთოს რა და უფრო კარგად შეხვიდა მოსახვევებში. მოკლედ, მოდი ახლა აი აქ ჩავასხათ ჩვენ საწვავი. ხო და მერე გავაგზელოთ საუბარიც და მოძრაობაც. კარგი. ეგარ. კარგი, მე ახლა მინდა რომ ამ მანქანაზე მოусინჯო მენუალ მოუდი. როგორც ვთქვი, ეს არის ვარიატორი რა. და მენუალ მოუდში რაღაცა შედეგი არ აქვს. აი მაგალითად მეორეში მქონდა, ეხლა მეორეს 50-დან რო დააჭირო, გინდა ავტომატიკა, გინდა DSG, გინდა მექანიკაში, ყოველთვის აი ეს ეფექტი გაქვს. ამ შემთხვევაში რაღაც ეფექტს ვერ იღებ რა, ანუ ესით რო იმოძრაო, ბევრად უფრო კაი ეფექტი გაქვს, ვიდრე ეხლა აი ამ იმაში, რა ქვია, ჩვეულებრივად მენუალით აი ესში რო გას დააჭერ, მაშინ უფრო გაქვს ამ აჩქარების შეგრძნება, ვიდრე ამ შემთხვევაში რა. არ ვიცი რისგანაა გამოწვეული, მაგრამ ხო, ნუ ეს ვარიატორის ხასიათი ასეთი არის რა. თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ ნელია და რაღაც ვარიატორი მანქანას ანელებს და ასე შემდგომ რა. პირიქით, ვარიატორი რაც მოტოკოლოფები ფორმულა 1-ში აკრძალეს იმის გამო, რომ ზედმეტად ჩქარი იყო რა. იმიტომ რომ დრო არ იკარგება არანაირად. ერთი სიჩქარე გვაქვს გაჭიმული, ხედავთ თქვენ მიდის. ჩვენი დრაგის აპარატი დაახტის იქეთ-აქეთ. Honda Fit ისეც გიტარებით მაგალითად ეს საჭირო თქვენთვის უცხო არ იქნება თვალში. Honda სტანდარტული დიზაინის საჭირო და შესაბამისად მსგავსებას თავისთავად შეამჩნევთ. რაც შეეხება ღილაკებს, ღილაკები არის არც აი ჩვეულებრივი პლასტმასიც არ არის რა. ადრე რო ტელეფონები გამოდიოდა რაღაცა Sony Ericsson კი არა და Nokia რო იყო, ფოთოლი Nokia გემახსოვრებათ. აი მაგ Nokia-ს ქონდა რაღაცნაირი პლასტმასის ღილაკები რა. ზუსტად მაგის იგივე შეგრძნება მაქვს ეხლა რო ვაჭერ ხელს. და აქაც კიდე ხმის მომატება დაწევაზე. აქ აქვს ზოლები, ნახე. ხმა ხო გესმის? რომ ღამე სიტყვაზე რავი ესეთ გაანათებს ეხლა იმედია, არ ვიცი, ეხლა არ ჩანს. რომ მიაგნო მარტივად რა, მაგისთვის არის რომ თითით ასო დახედვა რო არ მოგიწიოს. ხელში მარტივად მიაგნებ. სხვა მხრივ ეხლა აქ ყველაფერი მარტივად არის, კლიმატ კონტროლი არის უბრალოდ თვითონ აი აქ ჩაშენებული. მაგალითად, თუ გინდა რომ მოუმატო, უნდა დააჭირო ეკრანზე რა. ანუ აქ არანაირი ღილაკი არა გვაქვს, ეს სატრიალებლები არის ტემპერატურის თვითონ, ამიტომ მენიუში გიწევს შესვლა, რომ ეს სიჩქარეები არეგულირო. კონდიციონერი რო ჩართო, გამორთო, ესეთი რაღაცეებიც მენიუში უნდა შეხვიდე რა. შეგიძლია უბრალოდ აი ამეთი ჩართო და გამორთო მარტივად ერთი ღილაკით. სავარძლების გათხოვა რა თქმა უნდა გვაქვს და სხვა განსაკუთრებული ეხა არაფერი. ესენი რბილია, უნდა თქვა რომ აი აქ ყველაფერი რბილია, ოღონდ მე მინახავს მანქანები, რომელსაც აქ აქვს პლასტმასი, მაგრამ აი მთავარი დეტალი რაც არის, აი ეს არის ხოლმე რბილი. ამ შემთხვევაში ეს არის პლასტმასი, დანარჩენი ყველაფერი რბილი. მოკლედ ხო, ნუ არ ვიცი, ასე გადაწყვიტეს, პრობლემა არ არის. მოკლედ აი ავტობანზე შემოვედით და მოდი ახლა ვნახოთ უკვე როგორია ამ მანქანის აჩქარება 0-დან 100-მდე. კარგი, მოცურება გამორთული გვაქვს S-ში გადატანილი და 1, 2 და 3.
რაღაცა გაგვძრა. 36 წამი. 7.91-ში აჩხართ. მიდი ახლა ვნახოთ რა ჭირს. ოჩი გაგვძრა როგორც. და ის ჩამოვარდა, ისიც ჩამოვარდა. გასაგებია. კარგი. კარგი. სხვა მხრივ ხოძე ვართ, ხო? იბატონო. კარგი, ახლა ჩვენ შეგვიძლია მოbrუნდეთ და ჩვენი ზაშიტნიკი ვიპოვოთ თუ მთლად დალეწილი არ არის. ადაპტივ კრუიზის პრობლემა გვაქვს და ლეინის პრობლემა გვაქვს. ხო, მაგრამ ადაპტივ კრუიზ კონტროლთან ამას რა საქმე ქონდა, მე მაგას ვერ მივხვდი. მოდი ახლა ამ შლანგით ჩვენ მივავანთ აი ამას. შლანგით მიმაგ. კაი, ახლა მეორე მხარე რა შოვა. Please fasten driver seatbelt. ისიც უნდა მივაბარამ ეს 200-ია და აგერ კაბელი ვიპო. ამით მივაბათ მეორე მხარე. უარ გადამივლის მე ტრაილერი, აგერ ნახმარი კაბელი. ესევა, წავა. ახლა გავიაროთ და ვნახოთ რა დარჩა. თუ რაიმე არის ჩვენი ნაწილები გზაზე რომ ავიღოთ და დავამაგროთ თავიდან. მოკლედ გვინთებს აი აქ ახლა lane keeping assist, collision mitigation systems. ანუ ეს ყველაფერი არის Distronic-ის სისტემები, ასე რომ ვთქვათ, რაც გზას უყურებს რა თვითონ. მაგრამ ეგ უნდა ქონდეს ესეთ აქ ჩაშენებული და ქვევით ტუჩში რა შვაში არის მართლა ვერ ხვდები. შეიძლება უბრალოდ მანქანამ რო იგრძნო რაღაცა მოძრა, მაგიტო ანთებს უბრალოდ აი ამ ჩეკებს ახლა და ამ შემთხვევაში ჩვენ ვის უკავშირდებით თუ არა კიპოს. კარგი, აი აქ შეგვიძლია ახლა მოვტრიალდეთ და იქ გამოვილი ხელახლა მეორე გზაზე. ალო. კიპო, ერეკლე ვარ, ზაროვა. Just driver. სალამ. სამსახურში ხარ? ხო. კაი, მოვალ აქ. ერთ ახევარ საათში ალბათ. უკვე მეორე მანქანა, რომელზეც მოგვიძრა ტუჩი, ერთი იყო BMW, თუმცა იმაზე გადავრჩით, რომ ცალი მხარე ჩამოვარდა და მალე გავიგონე ხმა. ამ შემთხვევაში ხა ერთიანად გაგვძრა პირდაპირ მთლიანად და წაიყოლა ქვევით ეგრეთ წოდებული საშიტნიკი. აი ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, ასე რომ ვთქვათ. კიდე მოხდება, მე ვიცი, ახლა რაც მე მანქანას გადაიღებ, უფრო ხშირად მოხდება რა. ესეთი დამატებები, ტუჩი და რაღაცა ეგეთი რაღაცების მოხსნა არაფერი არ არის. მე ვიცი, რომ იქნება ისეთი შემთხვევაც, როცა მანქანა გაფუჭდება ტექნიკურად თვითონ შინაგანი ნაწილები, ძრავი, გადაცემათა კოლოფი. ასეთი რაღაცებიც მოხდება და ამაზე წინასწარ მანქანის მიპატრონე უნდა იყო მზად, რომ შენი მანქანა უნდა იყოს გამართული სრულიად რა. ამიტომ მანქანა რომელიც გაივლის ჩემ ვიდეოს და დაასრულებს ჩეკის გარეშე, დაასრულებს ნებისმიერი პრობლემის გარეშე, შეგიძლიათ თამამად ადგეთ და ეგ კონკრეტული მანქანა შეიძინოთ, იმიტომ რომ უკვე გატესტილია და გავლილი აქვს ასე რომ ყველანაირი შემოწმება. კარგი, აი ეს მე მგონი ჩვენი ნაწილია. გზაზე ნაწილებს მოეძებ, მაგარი პრიკოლია რა. ეს არის ახლა ჩვენი ვითომ
მეორე ყურის აუ შემესჭრეს. მეორე ყური აი აგერ არის. აი ესე ეგო რა. კარგია, ვიპოვეთ ეს წესი დაწებდება და აიწყობა რა. აბა რამდენად პრაქტიკულია პრაქტიკულობის ტესტი. როგორც ჩანს, ცოტა ეს გადაწევა მოგვიწევს სამისი. ეს ასე. ეს ასე. მოკლედ, საერთო ჯამში გვინთებს საბურავს, გვინთებს შეჯახების კონტროლის სისტემას, გვინთებს ხაზის კონტროლის სისტემას, გვინთებს ასევე ღერძულა ხაზების რაღაც სისტემას, ბრეიქ სისტემას და კიდე იანთია, რომელიც საერთო ჯამში ყველას ერთად აერთიანებს. თუმცა მანქანა გამართულად მუშაობს, არანაირი პრობლემა არ აქვს ტექნიკური და აი ეხლა რომ მივალ მე კიპოსთან იქ გამოჩნდება რეალურად უკვე რა პრობლემა არის ამ მანქანასთან მიმართებაში. იმ მანქანებს, რომელსაც ჩემ ვიდეოებში ჩეკი უნთებს, ან რამე პრობლემა ექნება მსგავსი ელექტრული, ყოველთვის მივყავს კიპოსთან. ეს არ გეგონოთ რომ რეკლამა არის და რაღაცა თანხის სანაცვლოდ გაკეთებული რეკლამა არის. უბრალოდ ორივე ისეთ რომ ეს TikTok არხი მაქვს, გიორგისაც აქვს და აი რაღაცნაირად რო შევნიშნე რომ ადამიანმა თავის საქმე იცის და თან თავის საქმე უყვარს, ანუ ხელოსანი, რომელიც კი არ აგინებს მანქანას, პირიქით ცდილობს რომ ყველა აუდი გამართული იყოს. ეს არის მისი ასე რომ ვთქვათ ლოზუნგი რა, შემართება ეგეთი აქვს რომ ყველა აუდი იყოს გამართული რა. აუდი, Volkswagen-ი, Porsche-ზე მუშაობს ერთად, ხო და. ნუ ამ მანქანაზეც ეხლა რა პრობლემა არის, რატომაც ვერ უნდა გაუგოს პროფესიონალმა, ხო? ხო და ეგ მომწონს ადამიანში, რომ თავის პროფესიას აკეთებს, უყვარს, მოწონს და იმას აკეთებს, რაც უნდა რა და. მე ვიცი ხელოსნები, რომ აი ეზარებათ, რომ მანქანა რო ბოქსთან მიაყენებს, აუ ამას რა გააკეთებს ახლა, ამას რა დაშლის და ასე შემდგომ რა. მაგითო დავდივარ ყოველთვის გიორგისთან და მაგითო ყოველთვის როცა საშუალება იქნება, ყოველთვის გამოჩნდება. იმედია ხშირად არ გამოჩნდები, გიო. არ გვინდა ჩეკი ძმაო, შეგვეშვი. io გვიშველი რამესი. შეკიადი მანქანები რა დადი. Короче, 200 გამძვრა ტუჩი და ეხა მინთებს ყველაფერს რა. ტუჩი გამძვრა? ხო. მანქანა ხო? ხო. აგერს მო. ნომერი აგერს მო ამ კაცის საქმიანობა. შიგნითაც აბა შემოვალ ერთი რა ხდება. და აქ შენ აქ ცხოვრო. არ მიდიხარ ხოლმე სახში აქ ჩემი. გამომაგდეს. აუდიო მაგაზე. ანუ ხო, ანუ აქ აუდია, მაგრამ დაჟე YouTube-ზეც მუსიკა რაცა ჩართული იქაც აუდია. და მე მოვედი Honda-ით, ხო, კაია. ხო, მაგი გაძრა აქ ქვევით ტუჩი აქ და ეს შეიტანა შიგნით ქვევით და ეს გვერდით აგერ კიდე პატრილიკებსაც ყურები ჩამოაწევია რა. მე მიბრუნდი. თითქმის მთელი ვნახე რა, სალი მხარი აქვს მოტეხი. უნდა მე გასალებებს. მაგ კამერის გამოვანთებს მე რო ყველაფერს. ამე ხوار გადაჭრა ქვევით. ხوار წაიყოლა ელექტროობა. ის კი გამოჩნდა. მდგომარეობაშია. შტეკერი აქვს. მოსაყვანი ფეხების სავარაუდოდ თავიდან. 2 3 4 5 6 7 8 ფეხი. ანუ შტეკერია გასაკეთებელი. ამისი კონტაქტები. აჰა, პანიეტა. თანჩენ იქ არის და მაგის ნახევარი. აი ჩეკერი მანქანები გამოდიხარ, რამე? სერიოზული პრობლემით მოდიხო შეიძლება. ცეცხლი რო გიგიდია და არიქა ცეცხლ მაქრიო და მაგორი წაჭო რამე არა პრობლემა. კაი, დანგრადიდან დავწიოთ ახლა იგი და всё. უკი ვარაუდობდი ახლა შეშინებულია თქმა უნდა, სად შეშინებული არ ყოფილა, ოდნავ გატეხილიც ყოფილა პატარა შტეკერი და ეგ აშინებს თურმე ჩვენ Honda-ს. ეგ იყო რა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში რა თქმა უნდა, შემდეგი მანქანით და როგორც უკვე ვთქვი, ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, ხდება ხოლმე და საკუთრებული არაფერი. აბა შემდეგ შეხვედრა.